ათეისტი ადამიანების ამჯერა. ესე ბრძვით და რას უარყოფ, თუ კი არ არსებობს. თუ ღმერთი არ აძლევს ადამიანს იმაზე მძიმე ჯვარს, მაშინ რატო ხდება, რომ ეს ადამიანი თავს იკლავს? რატო ვერ უძლებს? შენ უნდა შეგეძლოს თვალის გასწორება იმისთვის, რომ ღმერთის გარეშე არარაობა ხარ და როგორც წესი ეს ადამიანებს ძალიან უჭირდა. იუდამ ეს ვერ შეძლო. შენ სიკვდილზე უნდა მოაწერო ხელი მთელი ის ამბიციები, რითიც დღემდე მოსულ ხარ, თავი კაცი გეგონა რაღაცა, ადამიანები გაფასებდნენ, შენს რაღაცა შენი წონა ქონდა, ეს ყველაფერი უნდა გაანულო. და ხელახლა უნდა დაიბადო მერე იმ სინანულის ემპათში. ურთულესი რაღაცა უნდა მოკვდე და გაცოცხლდე. რა იწვევს აი ამ სულიერ აშლილობებს და აი ამ ეს არის უღმერთო. გარდაუვალი სიკვდილის განცდა იწვევს აი ამ შფოთს. მერე ნახე რა ხდება, ზოგი იწყებს თალებას, ზოგი იწყებს მოწევას, ზოგი სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, ზოგი რაღაც თამაშს. გინდა სოგზაზე დადგე? ქრისტეს ჩაეხუტე, ქრისტესთან ერთად იყო. დამთავრებული. იქ არის შენი სიცოცხლე, სიმშვიდე, სიყვარული, ყველაფერს იპოვი შენ ქრისტეში, რასაც ეცე. შენს ბედნიერებას.